გასაგებია, ხა ჩვენ ერთი რამე უნდა ვთქვათ მეგობრებო, რომ აი, როდესაც აქ არის უკვე ძირეული ცვლილებები სოფლიო პოლიტიკაში, ხედავთ რომ ასევე ვერა და ვერ გამოვიდნენ დასავლეთის ლიდერები იმ კოშმარიდან, რომელშიც ისინი გვაცხოვრებდნენ ჩვენ 32 წელი და ახლა მიიღებული იქნა პარლამენტის მიერ 400 ადამიანმა, 400 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი რეზოლუცია, რომლითაც ისინი მოუწოდებენ ევროპულ ქვეყნებს დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლები, იქ არის მთელი რიგი ადამიანებისა, ბიზნესმენებზეა საუბარი და ეს უხარიათ ამ საცოდავებს აქ ნაცმოძრაობა. სამწუხაროდ აი ის იმაში რომ არის ყვარყვარეში და ის დეპეშას რომ მიიღებენ იქ და რომ ლაპარაკობენ გახსოვთ ალბათ რომ რევოლუცია მოხდა კი მაგრამ ამას მიმალავდით რევოლუცია მოხდა ამათმა ვერ გაიგეს ეთყობაში რომ შეიცვალა მსოფლიო ევროპარლამენტში სულ სხვანაირად გადანაწილდა უკვე ყველაფერი გამოუტანა განაჩენი მსოფლიოს დიდმა მოთამაშეებმა უკრაინასაც გამოუტანა განაჩენი თავად მათაც და ესენი მაინც პირველ ჩვენებას აწვევიან რომ კიდევ ესე იგი ამ რუსეთი საწინააღმდეგოდ მოქმედებენ კიდევ ესე იგი მოქმედებენ ისევლე იმ პირველი ჩვენებით რომ ესე იგი ჩვენ უნდა დაგვასანქცირონ რომ თურმე ჩვენ რა დემოკრატიის ფუძემდებულ პრინციპებს ვარღვევთ აი ეს არის სამარცხვინო აი ეს არის სამარცხვინო რამ რასაც აი უბრალოდ ისე დაეცა ევროპული დემოკრატია რომ ვერ აღიქვამენ სოფლიოში მიმდინარე პროცესებს აი ესე იგი ვერ ხვდებიან რომ უკვე დამთავრდა მათი დრო და ამიტომ რაღაცა ახალი რაღაცა გარკვეულწილად ცვლილებები უნდა განხორციელდეს მათ განცხადებებში მათ მოქმედებებში შეიძლება კლავაც ესე ტრამპი იძახის რომ მე შესანიშნავი საუბარი მქონდა და დიდი ალბათობით მე არ გამიკვირდება 9 მაისს მავზოლეუმზე დონალდ ტრამპმა ესე აღლუმიც რო ჩაიბაროს რუსი ჯარისკაცების და ეგეც აღარ გამიკვირდება სიმართლე რო ვთქვათ იმიტომ რომ მალე დაგეგმილია შეხვედრა და ბევრი რამე ამ შეხვედრიდან გაირკვევა, ანუ წავა გადატვირთვა, წავა დათბობა ამერიკასა და რუსეთში და ესენი კიდევ ანტირუსულ, ესე იგი პროპაგანდას აღვივებენ ევროპარლამენტარები და ხა შემოგთავაზებთ აი ამ სამარცხვინო ხალხის პოზიციას, რომლებიც ძალიან მალე, ვინც ეს ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, ძალიან მალე აღმოჩნდებიან იგივე პოლიტიკის მიღმა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით ევროპელი ბევრი ლიდერი საერთოდ ელოდება იმას, რომ განაჩენს გამოუტან თავიანთი ქვეყნები პასუხისგებლობა დაეკისრებათ მათ სისხლის სამართლებრივ, იმიტომ რომ ჩართული არიან კორუფციაში, ჩვენ ვხედავთ რომ ტრილიონები დოლარი გადიოდა ამერიკის ბიუჯეტიდან და სად მიდიოდა ეს? USAID-დან და ფონდებიდან. აი ევროპარლამენტარებზეც მიდიოდა, თქვენ რა გონიათ, ამათ ფული აქვს აღებული. და ეხა ფული რო აიღეს, ხო უნდა შეასრულონ ის დავალება. რომ აი ესეთი რეზოლუციები მიიღონ, რომ ჩვენთან საქართველოში დააფინანსონ ასევე სახელმწიფო გადატრიალება და აი ეს უხარიათ ამ საცოდავებს, მოდი მოусმინოთ ამათი აი სამარცხვინო განცხადება. Joint motion for a resolution tabled by 5 groups on further deterioration of the political situation in Georgia. Vote on the resolution as a whole by roll call vote. The vote is open. Adopted. ყველა დროის ყველაზე დიდი მხარდაჭერით ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ყოვლის მომცველი რეზოლუცია დაამტკიცა. 400 მომხრე ამდენი მხარდამჭერი აქამდე არც ერთ მსგავს დოკუმენტს არ ქონია. ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის, მისი ცოლის, ოლიგარქის 4-ვე შვილის, დისშვილის შმაგი კობახიძის და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სანქცირებას. სია ამით იწყება და გრძელდება იმ ბიზნესმენების ჩამონათვალით, ვინც ოლიგარქის რეჟიმს აფინანსებს, რადგან სლოვაკეთი და უნგრეთის სანქციებს ბლოკავს, ამიტომ ევროდეპუტატებს გეგმა ბეაქვთ გვერდი აუარონ უნგრეთის და სლოვაკეთის წინააღმდეგობას და რეჟიმს ეროვნული სანქციები 25 ქვეყანამ დაუწესოს. ბედნიერი ვარ, რომ რეზოლუცია ძალიან სოლიდური უმრავლესობით დამტკიცდა. ჩვენ მახსენეთ რუსეთი, რომლის მიმართულებითაც ქართულ ოცნებას ქვეყანა მიჰყავს. სამწუხაროდ ის უფრო მეტად გავს ბელარუსის გზას. ჩვენ არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ ვცნობთ. ასევე არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ერთი პარტიის პარლამენტი. ასევე ეგრეთ წოდებულ საქართველოს მთავრობას, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. ვცნობთ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. სანქციები ჩვენ ჩავამატებთ ბევრი სახელი და გვარი რეზოლუციაში, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრე. ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როცა სლოვაკეთი და უნგრეთი ბლოკავენ სანქციებს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთი გზა შევთავაზეთ. ეს არის ეგრეთ წოდებული ევროკავშირი 25. 27-დან 25 სახელმწიფოს შეუძლია
რუსია გაერთიანდეს და ეროვნულ დონეზე დაუწესონ სანქციები. ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი. დღეიდან ოფიციალურად საქართველოს ოლიგარქი ივანიშვილის მიერ მიტაცებული სახელმწიფოა. ამ განცხადებებს რო ვისმენთ ჩვენ ამ ტელევიზიებიდან გონიათ რომ რაღაცა მაინტერესებს ერთი ტრამპის განცხადებებს როგორ აფასებთ თქვენ ჩინეთის ხელისუფლების განცხადებებს ჩარჩენილები რო ხართ აი ესე ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის აი ამ პერიოდში მე ყველაზე უფრო აი მიხარია თეთრი სახლის პრესპიკერი რო გამოდის და აი ქალი არის ნამდვილი ქალი ქალს გავს აქამდე გაურკვეველი ადამიანები აკეთებდნენ იქ განცხადებებს და აი ესე დემონსტრაციულად ჯვარი კიდია აი ესე ცხაზგასმა იმაზე რომ ამერიკა დაუბრუნდა იმას რაც აქამდე იყო ეხა მე არა ვარ იმ ადამიანებთან რითაც არ ვეკუთვნები რომ ეხა გავაფეტიშო ტრამპი და ეხა ტრამპი გადაგვარჩენს ამას ნახდათ არ ვიზიარებ რომ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და არ მიმაჩნია რომ ეხა ტრამპი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ შეცვლის არა მეგობრებო ეს ესე არ იქნება მაგრამ დადებითი რაც არის უნდა აღინიშნოს რომ სწორედ ტრამპმა გამოუტანა განაჩენი იმათ ვინც აქამდე სის გვიშრობდა ჩვენ და ძალიან მალე აი ძალიან დიდი სიამოვნებით გამცნობთ იმასაც რომ აი როგორ გამოუტანს თავად უკრაინელები განაჩენს ზელენსკის და მის ხუნტას თუ აქამდე ტრამპმა გამოუტანა განაჩენი ეხლა უკვე ტრამპმა მწვანე შუქი აუნთო უკრაინელ ხალხს რომ მათ უნდა იმოქმედონ ისე როგორც შეშვენის ამ ხალხს იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანასთან კი არ გვაქვს საქმე და ხალხთან ჩვენ საქმე გვაქვს აი ბოროტ მოქმედებთან და ეხლა ის რომ ეხლა ზელენსკიზე მარტო გადატყდეს ჯოხი არა ზელენსკი მოიყვანა ამერიკამ ეხლა ფაქტია ეხლა იქ არ შეპარულა ზელენსკი არც არავინ ეხლა ზელენსკის თავისით რომ არ მოსულა ხელისუფლებაში კარგად ვიცით ხო საერთოდ დემოკრატია სტალინმა თქვა რომ შეიქმნა ამერიკელების მიერ უცხო ქვეყნების სამართავად ხო ესე დემოკრატიას ეძახიან იმას რომ თვითონ გათელონ ფეხქვეშ ყველას უფლებები და მე სხვასე უთხრან ის რომ აი თქვენ დაიცავით უფლებ ის რასაც თვითონ ესე ფეხქვეშ თელავენ ეხლა კიდე ერთხელ მეორებ ჩვენ არ უნდა იმას ეხლა აი ეხლა უყურეთ რა მოხდება აი წავიდა ტრამპი მოვა კიდე ესეთი ბაიდენის და ერი ნაგიჟარი ვიღაცა კიდევ დაიწყებს ამიტომ იცი რა ქვეყანა რომელიც აი ესე კამელეონივით აი გველის ტყავივით იცვლის პოლიტიკას ეს არ არის სანდო ქვეყანა იცით ეხლა ვიღაცას თუ სიმპათიები გაუღლდა მე მაგალითად ეხლა უკრაინა უფრო მეწოდება ვიდრე ეხლა ტრამპის და იმის მადიდებელი ვარ იმიტომ რომ ტრამპმა ისიც უნდა თქვას მაშინ ეხლა რომ ვინ დააწყებინა ვინ ეხმარებოდა იმას ვერ გავიგე ხა წარმოგიდგენიათ უკრაინა რომელმაც ესე ქვეყანა განადგა ეხლა კიდე ფულს ათხოვს ის რომ იარაღი მომეცი ფული მომეცი ანუ ათმაგდეს ხოს 500 მილიარდს არა ჩვენ და თელმა სოფლიო ხო იცით რომ ეს ომი დაიწყო თავად ამერიკამ უკრაინელების ხელით ხო ეს ესეა თორე ეხლა ზელენსკი ვინ არის ეხლა რომ მაგას ომი დაეწყო იქა ამიტომ აი ჩემთვის პირადად არის ეს თელი სოფლიოს და ჩვენთვის არ უნდა ვენდოთ ამერიკელების სიტყვას არც ერთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი პოლიტიკა არც ტრამპის სიტყვას არ არის ანდო ტრამპი დღეს ერთ სიძახის სხვა შეიძლება სხვა თქვას გასაუგე ტრამპი ეხლა ვიღაცები რომ ტრამპზე გიждდები თქვენ რომ აი ქრისტიანობის დამცველი კი დღეს ესეა მაგრამ ტრამპი იყო ის კაცი ვინც იმა LGBT დროშას აფრიალებდა ერთი პერიოდი იყო ეს მომენტი და ამის კადრებიც არსებობს ამიტომ ვიძახი მე რომ ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა და ჩვენ უნდა დავიწყოთ რუსეთთან დიალოგი და აი სხვათაშორის რუსეთთან დიალოგზე როდესაც არის საუბარი ტრამპი პუტინის დიალოგზე პესკოვმა გააკეთა განცხადება მოусმინოთ По итогам телефонного разговора лидера двух стран сообщил пресс-секретарь президента России. И вот полное заявление Дмитрия Пескова. Совсем недавно завершился телефонный разговор президента Путина и президента Соединенных Штатов Дональда Трампа. Это был весьма продолжительный телефонный разговор, он длился почти 1,5 часа. Главы государств проговорили вопросы, связанные с обменом граждан России и США. Президент Соединенных Штатов заверил, что американская сторона выполнит все достигнутые договоренности. Также обсуждалась тема урегулирования на Украине. Президент Трамп высказался за скорейшую остановку боевых действий и решение проблемы мирными средствами. Президент Путин со своей стороны упомянул о необходимости устранения первопричин конфликта
и согласился с Трампом в том, что долгосрочное урегулирование может быть достигнуто посредством мирных переговоров. Президент России также поддержал один из основных тезисов главы американского государства о том, что наступило время, чтобы наши страны работали вместе. В ходе беседы были затронуты темы ближневосточного урегулирования, иранская ядерная программа, а также двусторонние российско-американские отношения в сфере экономики. Президент России пригласил президента США посетить Москву и выразил готовность принять в России американских должностных лиц по тем направлениям работы, которые представляют взаимный интерес, включая, разумеется, и тему украинского урегулирования. Путин и Трамп также договорились о продолжении личных контактов, в том числе об организации личной встречи. ჩვენ ხედავთ რომ იდიოტები თუ ვერ მიხვდებიან საქართველოში მე მიკვირს რომ აი არ ვიცი ეს ხალხი კიდე რომ ეხა აი რუსთაველზე დარბის და აი ამ განცხადებების შემდგომ ტრამპის განცხადების შემდგომ პუტინისგან კიდე ლაპარაკობს რომ აი ხაიჟივე ხა იმდენად აღარ არის ეს ავანტყოფი ფენა უნდა ჩავრეცხოთ ჩვენ რა ეხა 15-ში კიდე აქციას აპი დამთავრდა შეაგდეთ კამერაში ეს ნაძირლები ესენი რა და მე კიდე ერთი რამე არის ქვეყნის პირველი ყველა თითეული ქვეყნის მოვალეობა არის რომ ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო აი ახლა რომ ილანძღებიან ამ სოციალურ ქსელში რომ ილანძღებიან ქუჩაში და თან უკვირთ მე რატო გვაკავებენ 5000 ლარით ჯარიმებს ეს უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი უზრუნველყოთ ეს ყველაფერი თქვენ აგერ არის ტრამპი ამბობს რომ აგინებს ევროკავშირს შეშლილები გიჟები არიან USAID-შიო მოკიდეთ ხელი ამ USAID-ის დაფინანსებულ ლეკვებს და თითეული გამოვლენა აი ქუჩაში ერთი შემოძახილიც კი რაღაცა ის ადამიანი დაისაჯოს უმკაცრესად რა არ შეიძლება ესეთ გარემოში ცხოვრება კიდე როგორ ბედავთ თქვენ ქუჩაში გამოსვლა აგერ უკრაინა გაწირე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოდიშ და განადგურდა ეს ქვეყანა და კიდე თქვენ ლაპარაკობთ იმის შესახებ რომ თურმე ხელისუფლება რაღაცა რატო წავიდა იმ გზით და კიდე რუსებზე დაგეშილ გუჟეშავ თქვენ